მათთვის დაუწყარი იქნება კვილად გაახსენებათ, იმიტომ რომ ჩვენი წყვილი მოგონებები ბაღთან ასოცირდება. შევეგებოთ ჩვენს პატარებს. რაზამაზად მოუხავს ბაღი, ნეტავ დირექტორი სად არის? თქვენ ბრძანდები დირექტორი, თქვენს ბაღში მინდა ბავშვი შემოყვანა. დიახ, მე გახლავართ დირექტორი. ზრუნავ ბაღის უსაფრთხო გარემოთვე. წამოვზადით გაგაცნოთ თქვენი ჯგუფი. დღეს ჩვენს ბაღში პატარასტუმარი მომდანებულა და სამთელს მოიყოლა. ჩაირიცხა მეთოთხმეტეს კუბში. მე ეთოდისტი გახლავართ, ვისურვებ რომ შენი ყოველი დღე საინტერესო იყოს. მოგეწონათ ჩვენი ბაღი და ლამაზი გოგოხანებს თუ თავი გეტკინება არ მუქრალაკდი და მე ვიზუნა შენს ჩამხერები. მე ლოგოპედი გახლავართ და გეხმარებით სიტყვების სწორად წარმოსხმაში. მე ვარ ზარეული დამოკადრად სიყვარულით მომზადებულ წერს. მე ვარ მუსიკის მასწავლებელი. გასწავლით სიმღერებს თქვენი ასაკის მიხედვით. მე გასწავლით თანამედროვე და ქართულ ცეკვებს. ბავშვები და მსოდები, ბაღში ერთად მოვედით, გვინდა დავიმახსოვროთ ამ დღის ყველა მომენტი, ყველა ბავშვს ბელივა, დღეს ბაღში მშვიდობები, ამიტომ ვაფრთხილდით ოვაციას ბოლოს.
Sakatelos,
ყველაფერი იყო ეთამას. საქართველო არის სულიადი მიწა, სადაც ქარი ისტორია ყვება. საქართველო თავისუფლების უდიდ გაწყვეტილი ქვეყანაა. საქართველო ენაა, რომელიც გულიდან მოდის და გულში იქცევა. საქართველო თასავ დროს გადებული შინაარსია. საქართველო ქვეყანასაა სუპერ ფისა. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მგაითრობს. საქართველო ტრადიციების მატარებელი ქვეყანა. საქართველო ფესაცი და თათხარქული სამშობლო. სამი ღვთაებრივი შავშე და ჭამამა ბაბადგან. ენა მამრის ატუნე. საქართველო ჩემს სახლია დაუბადა გაუსადე. მენი შობლიური მიწა წყალი გამოირჩევა სამკურნალო წყლები. Good.
მინდა სპორტსმენ გამოვიდე და ჩვენი ქვეყანა ვასახელო. მე პოლიციელი უნდა გამოვიდე. მე უნდა კაცი გამოვიდე. ეს ადადგეს საქართველოს სადარაჯოს. მე მინდა მასწავლებელი გამოვიდე და საქართველოს ისტორია შევაყვანო ხოლმე. მე მხატვარი უნდა გამოვიდე საქართველოს და ვხატო ლამაზ ფერებში. მე მინდა ცნობილი ექიმი გამოვიდე უმკურნალს წრეებით. ჩვენ ყველა ერთად ძლიერ საქართველოს ავაშენებთ. ამინ, ამინ. გადარჩენილია. Bravo!
Thank you.
იცოდნა და შრომა უხლებს მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო განათლებული თაობა იყო. დიდი სიხარულით მივეცით პირველი ადგილი სიტყვას ია. თავისი სურათით, იმიტომ რომ ანბანის სწავლის დაწყებისათვის დიდი ღირსება აქვს. პირველი ღირსება ის გახლავთ, რომ სიტყვა შედგება ორი ხმოვნისგან, რომლებიც გამოსათქველად ადვილია. ეს არის დედაენა, ჩვენი პირველი წიგნი, რომელიც გასწავლის სასოებს და სიტყვებს. დედაენა გესაუბრება ნაზად, ისე როგორც დედის სიამოვნებით. აია, ეს ორი პატარა სიტყვა თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ სინამდვილეში დედაენის გულია. აია, ნიშნავს საინახე ყვავილი, ასეულდა დაიწყო ჩვენი მეგობრობა წიგნთან. კაცენდა რომ ძივება თანკიდა ქართული ანბანი. ია თუნე დედით შემოწური ყვავილია. აია, რა ლამაზი ყვავილია, მინდაშიათ გალახშა ჩვენ წიგნებში ყვავის. სადაც თვალი შემიხედავ, სადაც ფეხით გამივიდა, ყველგან ნახე და ყველგან თქვი აია. იაკობი იყო კაცი, რომელსაც 33 მზის სხივი ააგო. ამიტომ რომ ყველა ქართულია სომზესავით ანათებს. ენა ქართულად დაელოცო სილახე შენი. აი თითი. აი თელი სამყარო. ხოლო დედანაზე შეიძლება ადამიანმა გულწრფელად. იქ ბაიაკობა ერთი მოხობა დაწერა პატარებისათვის. მისი მოთხრობები გვაწაი სიკეთეს იქმეს და ედგურა. დედაენა სალამაზ ლექციები ძალდასები მიუძღვეს. ალამეთ ქართველმა ხალხმა ზეგლით დაუწყო. ცოდვი ზარე, ასე ვთქვა ელგუჯამსკეზე, რომელიც დედამ ბახს გახს. ის ფული ყოველდღე უამრავი ხალხის ენა. განსხვავებულ ენებს შორის არის რთული ენები. თუ ენაში ქართული შედით, რომელიც რიგით მეხუთეა. სოფიაში 3000-ზე მეტი ენა მხოლოდ 14 წელს დამწერლდა და მათ შორის აქაუ. 1916 წელს გამართა პირველი დედაენა. დედაენა სიფნით წიგნი მოჩუქჩუხეთ მაწყარო. აი, თითი აი მთელი სამყარო. დედაენა სიტყვის განაცის სხივები დართული დათაფლული დედაენა ქართული. ასივე მაგას ასავლის ტრენას გლის და ზუნგელი. სუნძულს და ღრენას, ბატყს და სასწავლის, ბუმბულის ტრენას დედა ასავლის შაბლიუ ენას. თუთი საფლის უმებივა ჩვენ წაუსახონაჩო. დედაენი დაიწყო და დედაენი დავთავრდა. Bravo! ქართული სიტყვები ანასაჩვენა, ქართული გალობა ლოცვათა წმენა, ღმერთმა გვიანდერძა ჩვენ დედაენა. Pasca da guli, galo. ზარევით ისმის თქვენი ხმა.
არიცი, ჩვენი მეგობრები სკოლაში მიდიან. მეტასაც სკოლაში არ მიდიან. მინდა სექტემბერში რომ შევახო სკოლის კარი, მაგრამ ყველა ვეუბნება პატარა ვარ არა. მაგრამ მაშინ ბაღში ჯუყი დავშევიდა. ყველა სათამაშო პრობლემის გავხდე. მე ამ გაბრასებით სიყოვე ისწავლია. ახლა ჩვენი დიდი ვალია. მიფხაცემი ბაგაბაგი, მიცეცო ხარი. ზევიძინე ამ ქეთრებში ბევრი მეგობარი. სკოლისკენ დაგილოსავთ სურათებზე გესწავლოთ, რომ თქვენი კარგი სახელით ამ შენს ქვეყანას ეხაროთ.
Bravo! ვინები თანასოდეს დაგიწყეთ, დაიღათ ჩვენ ცხოვრების პირველი ეტაპი. ნაცი სამსახური ხარ ჩვენი უსახოები. კოლექტივ ტიკნი ხარ რომლის საკითხვას არ მოგვწევს. ზე ხარ ჩვენთვის ყოველდღიური დროება. მართალია დედის კალთას მოშორება გრძელდება, მაგრამ ვერც კი გავიგეთ როგორ შევიყვარეთ აქაურობა. ჩვენი ბაღი ახდენილი ოცნების ქალაქია. თითქოს გუშინ იყო მშობლის ხეზე დაგწნობილი სულ პატარები რომ მოვედით ამ კედლებში. გიხდით მადლობა საჯარო გიხდით სიყვარული. თქვენ ხარ ჩვენი გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენ მალე სკოლაში წავართ, მაგრამ არასოდეს არ დაგიგეთ. ის სიყვარული ხარ ჩვენი გულებიდან რომ არ ამოდის. ისეთნადი ხარ თუ გამარცხვალ და დღეს გვიჩვენებ. ვიდებით რომ ვიქნებით კარგი და ჭკვიანი ბავშვები. თქვენ მხოლოდ მასწავლებლები კი არ ხართ ჩვენი სულის თქვენ ხარ გულში. როცა ვაშინა და გვიხუტებ. როცა რამე გვიხარობდა ჩვენთან ერთად იცინო. როცა ვტიროდით გულში გვიკრავთ. მადლობა და ყველაფერი. ჩვენთვის ძალიან ძვირფასები. Bravo, ბავშვი. ძალიან თხოვეს რომ შეგვესრულებინა და უნდა მოვირგო მასწავლებლის როლი. არა, იმიჯია სათვალე. მშვიდობები დაგიქნიოს უნდა თაკი უგიდა ისალო კითხვა ნაცეს უნდა გაყოლოთ თითი ჩვენ რომ ძალიან გვიყვარს რა არის
ჩემო პატარებო, მინდა გადაგიწევთ სკოლისკენ. წინ გელოდებათ ახალი მეგობრები, დიდი ცოდნა, ახალი შესაძლებლობები, მინდა გულწრფელები იყოთ, გქონდეთ გასახული მიზანი, იმედი რაც შეიძლება ბევრი და ღმერთმა არ მოგიშალოთ ეს იმედი. ვცდილობ რომ დღეს არ ვიტირო, იმიტომ რომ ცრემლების გარეშე უნდა გაგაცნოთ. ჩემო ბავშვებო, ჩემო პატარებო, ყველას დაგილოცავთ ბედნიერ გზას, ცოდვისაკენ. თქვენთან ერთად გატარებული დღეები იყო სიტყვოთი სიყვარულით და ბედნიერებით სასახლეებით. ჩვენ მარტო ჩვენი აღსაზრდელები კი არა ხართ, ჩვენი სიხარული, სიყვარული, სიამაყე. ღვთისგან დალოცვილებმა იარეთ მთელი ცხოვრება და ბედნიერ მომავალს გისურვებთ. Bravo! ალბათონ ქეთინოს მინდა უთხრა ღრმესი მადლობა გვერდში გომისთვის, დაფასებისთვის, დაიმედებისთვის. ეხლა კი, ჩემო მშობლებო, სანამ თქვენთან გადმოვალ, მინდა ჩემს უძვირფასეს ორ სტუმარს ვთხოვო სიტყვა. შენომრად ჩამთვალეთ ეს დრესკოჩი ჩავჯექი მე მგონი. გილოცავთ დღევანდელ დღეს, არაჩვეულებრივი შვილები გყავთ, დავულოცავ გზას თქვენს შვილებს. ეს არის ნამდვილად საქართველოს მომავალი. ეს არის მასწავლებლების დამსახურება, რომ ასწავლიან საქართველოს სიყვარულს. როგორი გულით წარმოთქვამდნენ ბავშვები ამ ფრაზებს, როგორ მღეროდნენ. წრემლები თავისით მომდიოდა. მინდა ვუსურვო ამ პატარებს, ჩემს შვილებს, თქვენს შვილებს ამ სამყაროში, ამ საქართველოში ბედნიერად ცხოვრება. ხმა მიკანკალებს ძალიან ემოციაში ვარ. მეც 3 ვაჟკაცის დედა ვარ და მინდა რომ როგორი საქართველოს ამ ბავშვებმა ამ სპექტაკლით ასე ვთქვათ დაგვიხადეს, აი ესეთ ღირსეულ საქართველოში იცხოვროთ. გაუმარჯოთ. გაგიმოწმოთ ბედნიერებით გაგიმრავლდეთ ერთი ათასაგექს. ჩემო სიტყვასო ლელამასწავლებელო, ჩემი მშობლების უმრავლესობა გიცნობთ და ძალიან უნდოდათ რომ თქვენ ჩვენი სტუმარი ყოფილიყავით. დავკები მაინც და გავისთხოვე რომ ხარდაჭერა გამომიხატე მეთქი, მაგრამ რატომღაც მოდი რაც ისტვალა. მე მას უწოდებ ციფრული გაცნობის ბრიგადი. რა თქმა უნდა ველოდი ეკამასწავლებელო, რომ დღევანდელი დღე იქნებოდა განსაკუთრებულად ლამაზი, მაგრამ მოლოდინმა, არ შედეგმა მოლოდის გადააჭარა ნამდვილად. ახთოვანებული ვარ თქვენით ბავშვებო და პედაგოგებო თქვენით. ვინ თუ არა ჩვენ დაწყებითი კლასების პედაგოგებმა ძალიან კარგად ვიცით თქვენი შრომის ფასი და დღეს უფრო მეტად გავაცნობიერეს რამხელა შრომა გაქვთ ჩაგებული, აი ახთოვანებული ვარ თქვენით და ქეც ვიხრი თქვენი შრომის წინაშე. ბავშვებო, თქვენ ხართ არაჩვეულებრივად კარგი. რა უნდა გასწავლოთ ახლა? ჩვენ თქვენ სკოლაში რომ მოხვდით, მე არ ვიცი. მართლა ვამბობ ეკამასწავლებელო და ცოტა შურს იმ სწავლებლების ვინც თქვენ უნდა გასწავლოთ, იმიტომ რომ ასეთი კარგები ხართ და რატომ არ გუნდები პირველ კლასში წელს არ ვიცი, მოვითხოვო რომ ამ ბავშვების მასწავლებელი გავხდები. თითოეული მასწავლებლის სტექის სულსა და მიმოწვევას უერთდები პატარებო, გაგილოცავ გზას და ისეთი ძვირფასი სიტყვები გაჟღერდა. გიყვარდეთ სიკეთე, გიყვარდეთ სიყვარული და ისეთი სამშობლოს ნამდვილი ქართველი ქალები და ვაჟკაცები რომ გაიზრდებით, ამაში ეჭვიც არ გვეპარება. უღრუბლოცა ბედნიერი მომავალი, ნათელი ცხოვრება გქონდეთ. თქვენს გულებში ახლა ვიცი, ზუსტად რა ხდება, გიკვირთ კიდევაც რა ხდება, რატო გამოგვიყვანეს ასე, რა უნდათ ჩვენგან და ამას წლები რომ გავა, მე მიხვდებით რა ძვირფასი დღე იყო დღევანდელი დღე თქვენთვის. სევდანარევია ერთ-ერთმა თქვა და ცოტა სევდანარევია, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნება და სიხარული გელოდებათ ბავშვებო წინ. ის უძვირფასესი წუთები წინ გავა და წლები, რაც თქვენ უნდა უძვირფას დედაენასთან ერთად გაატაროთ. გისურვებთ ბედნიერ ბავშვობას და თქვენ ჩვენი უძვირფასო პედაგოგებო.
უამრავი ასეთი პატარა სახსრდას და გაზრდას გისურვებ. ეს მხნეობა, ეს სიყვარული რომ აქ გქონდეს, წარმოუდგენელია აი ასეთი დონის სანახაობა იხილოს მაყურებელმა და აკვირდებოდი კრიტიკული თვალით უყურებდი, იმიტომ რომ მაინტერესებდა ერთი რაღაც არაფერი არ შეშლია, გადავირიე. ან რანაირად აი გაოცებული ვარ თქვენი ტექნოლოგიების და ეკა მასწავლებლის შრომა ეს წერებია თვალსაჩინო და არ ვიცი ეკა მასწავლებელი თვალით უნდა მენახა, მოდით გამომესმინა რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ პედაგოგს ძალიან კარგად აქვს გააზრებული მშობლის სწორი გვერდში დგომა, ხარდაჭერა. თქვენ არაჩვეულებრივი დედიკოები, მამიკოები და ოჯახის წევრები რომ მaqავდეთ მასწავლებლებს. ასეთი რაღაც ვერ შედგებოდა. ამიტომ მე პირადად გიხდით ეკა მასწავლებლის უფლებით, ხომ ეკა მასწავლებელო, მადლობას გიხდით ასეთი კარგები რომ ხართ, ასეთი კარგი შვილების დედიკოები და მადლობა. ბრავო! ვერ ჩუნდებით, ხო? ძვირფასო მშობლებო, პირიქით მადლობა. ძვირფასო მშობლებო, ორიოდე სიტყვით, ვისაც აგაქვთ სურვილი, შეგვაფასეთ. ერთ სიტყვი რა მას. ის გოგონა რომელი იყო მასწავლებელი მინდა გამოვიდეო? აბა რომელი იყო? რომელი იყო? მოდი რა უნდა ჩაგიხო. ყველას გეხუწებით მე. აი რა კარგია მასწავლებელი. არ გვესწრით ორიოდე სიტყვას. ერთ სიტყვას მოვიწერეთ ცნობლების გარეშე ნამდვილად განიორჩულია. ეს საუბრო მადლობა ხმებს რომ ეს არის დადებითი ემოციები და სიყვარულის ცნობები. ჩემთვის განსაკუთრებულად გააცმაგებულად ემოციაა ეს, იმიტომ რომ იცით, ეგა ჩემი ჯარი და ჩემი შვილი ახალე და ყველას დავულოცავ მომავალს, როგორც ჩემს ნიკოლოზს, უსურვებ ბედნიერ მომავალს, წარმატებებს და ყველაფერს საუკეთესოს. ნამდვილად ესეა, რომ არა გვერდში რო ამგვარი ხალხის მშობლები და ასევე ქალბატონი გოდო, ქალბატონი ნანა, ქალბატონო ნატო აღთვალებული ვარ, თქვენით კი იცით, ჩემი ფავორიტი ხართ და რომ არა თქვენი გვერდში დგომა ესე ამაზე ვერ ჩატარდებოდა ეს მომიძება და ვინც კი ელემენტარული წვლილი შეიტანა აი ამ დარბაზის მორთვისთვის, გალამაზებისთვის, ვიცით რომ ძალიან ბევრმა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა, ყველას უხდი ურთმეს მადლობას. ბედნიერებას გისურვებთ ბავშვებო და მშობლების იმედი გამართლება დაუბრუნებული ვარ. ბედნიერებას გისურვებთ ბავშვებო, ახალ ეტაპზე გადასვლისას გილოცავთ კიდევ ერთხელ ქეცვიხილ ეს წინაშე უმეტესი მადლობა ბავშვების ასეთი გალამაზებული დღისთვის. წარმატებები ბავშვებო და იმედია ეკას და განარჩენი პედაგოგების იმედებს არ გააცნობთ, რაც ჩადრეს, იმედია აწილკეთეს და უკეთეს გააგრძელებთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ. ბარის არცერთი აღსაშველი არ ჩაიჭრება ქუჩის გამოკითხვაში. ყველას ეწოდინება ვინდაწერა დედა. რაც არ უნდა სხვა სამი ვერსია დავუსვათ. დაიწყია რომ დიაბო აუსმინოთ დედიკოებს. ნაპატიეთის ემოციები. ეკას მინდა ყველაზე, აი, არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მომენტად. ესეთი მენაჩილობენ არ გვატიროდა. არ მიგოდა რა ცემლები. იმდენად დიდი ემოცია არის ეს, აი რა გემონია, რომ მადლობა მიერ წარმატებულ მომავალს უსურვებთ შვილებს და ვექნა ვიური ესეთი საამაყო შვილები არ გეყარდოთ. მასწავლებლებს
ბოლოს გაცლებისთვის ძალიან გვიყვარხარ ჩვენ გიგანიდან დავდივართ და რა ქვია ეკამასწავლებელი ისე გვიყვარს რომ ვერაფრით ვერ სუტირო და რომ არ გადამიყვანოთ ტიპო ეკამასწავლებლიო რო არ მეყოლებაო ეხაც ვერ წარმოიდგენს რომ ეკას გარეშე უნდა ვიყო სკოლაში აი ძალიან გვიყვარხარ ძალიან გვენატრებით ეხლაც დიდი რო გავიხდებიო დედიკო ხომივართ ეკამასწავლებელთან და ვნახავთ აი ბავშვების სიტყვებსა თუ ესია ერთად ბავშვებს გილოცავთ ბავშვის გამთავრებას ბედნიერი ბავშვები ნაღი ბავშვები ყოფილიყავ და სულ წარმატებები თქვა არის ვინმე სულაი პატარებო გადავიდეთ როგორც ჩვენი
მედიკოებო ცოტა გამოიწვიეთ, რომ გავინახო, კარგი?
ცორი